ვიწყებთ შემეცნებით ტურს საქართველოს უძველეს კულტურის მქონე რეგიონიდან, სწორედ მივხვდით, ჩვენ ვიმყოფებით სამეგრელოში, კერძოდ ულამაზეს მარტვილის კანიონთან. მე ვარ რამობერიძე და ალბათ ბევრმა არ იცით, რომ კანიონში ჯერ კიდევ შემორჩენილია ორი კირქვის ხიდი, რაც იმის მანიშნებელია, რომ 1000 წლების წინ აქ კასტრული მღვიმე ჩამოიშალა. კანიონის სიგრძე 2400 მეტრია. ხავსებით მოცულ 20-30 მეტრის კედლების სიღრმეში კი მდინარე აბაშა ჩამოედინება. მითის თანახმად, აქ საბანაოდ თვით დავით აღმაშენებელიც კი დადიოდა. ეს ხეობა უნდა ნახოს ყველამ აუცილებლად. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში მარტვილის კანიონი. ჩვენც ეხა უკვე ემოციებით დატვირთულები ვართ. გვინდა რომ ვიბანაოთ, მაგრამ უფლება არ მოგცეს, არ შეიძლებაო, მაგრამ ვაგრძელებთ გზას. ძალიან კარგი სიმშვიდე, ძალიან კარგი ჰაერი, ბუნება, ასე რომ ყველაფერი არის იმისთვის, რომ ადამიანმა დაისვენოს, კარგი დრო გაატაროს და შთაბეჭდილებებით, ემოციებით დატვირთული გაატაროს აქ დრო. ვაგრძელებთ გზას. შემეცნებით ტურში 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობენ. ჩემთან ერთად არის გიგა. გიგა, თუ შეგიძლია რომ გაგვიზიარო შენი ემოციები, მე რამდენადაც ვიცი პირველად ხარ აქ. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი მარტვილის კანიონში. ყოველთვის მინდოდა აქ ჩამოსვლა. ძალიან კარგია რომ ეს შანსი მომეცა. ძალიან ლამაზია აქაურობა, გარემოს ადაპტირებულია ვიზიტორებისთვის. არ ვიცი, ტოლკინის რაღაც ელფების სამყაროში მგონია თავი და არც ვეოდებოდი თუ ესეთი კარგი იქნებოდა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ეკოტურისტული მარშრუტის შემდეგ საქართველოს უახლოეს ისტორიაში გადმოვინაცვლეთ. ჩვენ ვიმყოფებით ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან. სამეგრელოში და არა მხოლოდ მთელ საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი გავლენიანი გვარი სამფლობელო მე-19 საუკუნეში აშენდა. მუზეუმის სტატუსი კი 1921 წელს მიენიჭა. მისი უნიკალურობა ხელნაკეთი არქიტექტურული ნამუშევრების გარდა მსოფლიო ექსპონატების სიმდიდრითაც გამოირჩევა. აქ დაცულია ყველაზე წმინდა ქრისტიანული ღვთისმშობლის კვართი, ასევე ნაპოლეონ პირველის ნიღაბი. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულია ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია უნიკალური მცენარეებით. ჩვენ გავეცანით უახლეს ისტორიას დადიანების და მაინტერესებს რამდენად საინტერესო იყო შენთვის. ეს არა მარტო ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი საქართველოსთვის, კონკრეტულად უფრო სამეგრელოს კუთხისთვის, იმიტომ რომ აქ ცხოვრობენ დადიანები, რომლებიც არიან ისტორიის უდიდესი ნაწილი საქართველოსთვის და რაც თავარია ინახება ისეთი ნივთები, რომლებიც მათ ხელთ იყო გამოყენებული, მათ ხელთ არსებული, შენახული, ბევრი რაღაც კარგი ისტორიული ფაქტები. ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა ნახოს ეს თავისი ისტორიული კუთხე სამეგრელო, სადაც არის დადიანების სასახლე. წინ გველოდება სვანეთის ისტორია, რომელთაც აქედან გავემგზავრებით და ვფიქრობ, იქაც ძალიან დადებითი ხასიათით და დადებითად დამოხტული ჩამოვალთ და ძალიან საინტერესო რაღაცებს გავიგებთ, რაც სვანეთს ეხება. ვაგრძელებთ ტურს სვანეთისკენ, გზად შემოხვდა ჰესი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, რომელიც განთავსებულია მდინარე ენგურზე. ენგურ-ჰესი სიმაღლით მსოფლიოში მესამე ბეტონის კაშხალია, რომელიც წელიწადში 1000 კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს, რომლის 20% საქართველოს მიეწოდება, დანარჩენი 80% კი აფხაზეთს. მისი მშენებლობა 1962 წელს დაიწყო და 1987 წელს დასრულდა. 2015 წელს კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
გარდა ფინანსური ღირებულებისა, მისი ნახვა ერთი დიდი სიამოვნებაა. Შინაბორგირი მოსავოში და ბოკეკე. მე მგონი ჩაეძინათ გოგოებს და მოდი ცოტა ახლოს, მოდი. მოსპინძელო. ხوار ჩაგეძინათ, გამარჯობათ. მე სტისკენ გვაქვს გრძელი გზა და ხო ხართ მზად უკვე. მე ვიფიქრე ჩაგეძინათ, განი, წავედით რა. 5 საათი შოვე. 5 სვანება მაჩუქეს. წავედით. ობა. ძალიან კაი განწყობით ვიწყებთ დღეს და გავაგრძელა და მესტიაში ყველაფერი გემრიელია, თან დილით რო გავიყვიდეთ. სამზარეულო რაღაც ფანტასტიკურია. და რომელი კერძი მოგეწონა ყველაზე მეტად? მე ძალიან მომწონა ქაშმიჭობი. აი მე ყველაზე მეტად ჭვიშტარი მომეწონა. აუ კი, ეგეც უგემრიელესი იყო, ძალიან კარგი იყო და დღე დავიწყოთ პოზიტიურად და მე და შენ ერთად ვიმღეროთ. სად ვართ? სვანეთში. მესტიაში ხო? დავიწყეთ. შინავარგირი მოსავო, შინავარგირი მოსავო. აი გოგო, წავედით. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი დაგვავიწყდა. პატარა ხელნაწერი უნდა დავტოვოთ აქ, რომ ჩვენ აქ ვიყავთ, ასე რომ წამოჩებთან ერთად. როდის დაარსდა ეს მუზეუმი? ეს მუზეუმი დაარსდა 1993 წელს, კარგი შეკითხვა არის და შეიძლება დაგჭირდეთ რომ შეიძლება დაიმახსოვრეთ. ეს არის პირველი მუზეუმი სოფლიოში სპორტსმენისათვის. სპორტსმენის მეორე მუზეუმი არ ქონდა სოფლიოში, ეს პრინციპები დღეს პირველი მუზეუმში სოფლიოში სპორტსმენისათვის. ამ პროექტის მთავარი მიზანი არის, რომ ახალგაზრდებმა გაეცნონ საქართველოს კულტურას და ისტორიას პირველ რიგში, ასევე გვინდა რომ მათ შორის მოხდეს კომუნიკაცია, დამეგობრდნენ ეს ბავშვები. ეხლა ჩვენთან ერთად 40-ვე ბავშვი იყო აქ მუზეუმში, ხერგიანების მუზეუმში ვართ ამჟამად, ხერგიანების კოშკზე და ანუ ძალიან ნასიამოვნები იყვნენ ამ ყველაფრით, ამ ხედებით, მუზეუმითაც. ვაგრძელებთ გზას უშკულისკენ, გზად შემოხვდა ცნობილი სიყვარულის კოშკი, რომელიც მირანგულისა და ბეშკენის ტრაგიკულ სიყვარულს უკავშირდება. მირანგულს შეუყვარდა ცოლშვილიანი მამაკაცი, რომლის სიყვარულის წინააღმდეგი იყო მირანგულის მამა. ბეშკენიც ისევე იტანჯებოდა ამ სიყვარულის გამო, როგორც მიჯნური და ის გადაწყვეტს სანადიროს წასვლა, სადაც ტრაგიკულად იღუპება. მირანგული ტრაგიკული სიყვარულის სანაცვლოდ მამას თხოვს აი ამ კოშკის აგებას, სადაც მთელი ცხოვრების მანძილზე სწორედ აი ამ ფანჯარაში ელოდებოდა მიჯნურის დაბრუნებას.
მოგზაურობის თამარის ციხე-კოშკებისკენ. მე მგონი ყველას მოგწონთ, ხო? კარგი გარემოა. აბა თუ ვიცით რაიმე ინფორმაცია თამარის კოშკების შესახებ, მიდი აი მაგალითად შენ. თამარის კოშკები არის შუა საუკუნეების ციხე-კოშკები. ეს არის უშკულის თემში. უშკულის თემი არის უშკულის ჟიბიეს ოფელი ჩაჟაში არის უშკულის თემის ცენტრი და დღეს იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში არის. მთლიანად კოშკები მუზეუმს წარმოადგენს. თუმცა თანახმად აქ 3 კოშკი ყოფილა, რომელიც კომუნისტების დროს ერთ-ერთი დაუნგრევიათ და მისგან ფერმა არის აშენებული. რაც შეეხება ჩაჟას, აქ არის თამარის მუზეუმი, მაცხოვრის ეკლესია არის, ასევე მე-11-12 საუკუნის, სადაც არის ფრესკა, რომელიც მხოლოდ სვანეთში გვხდება. რაც შეეხება უშკულის თემს, უშკულის თემი შედგება 4 სოფლისგან. ეს არის პირველი არის მურყმელი, მეორე არის ჩაჟაში, შიბიანი და ჩუბიანი. ჩვენს თვალწინ იშლება შხარას მთაწმინდა, რა თქმა უნდა, ჩვენს თვალწინ იშლება შხარას ხედი, ენგურის სათავე და თვალწარმტაცი ხედები. ჩვენს წინ იშლება ულამაზესი ხედები, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ულამაზესი შხარა. ნისლი ცოტა უკვე გადავიდა და შეგვიძლია ძალიან კარგად რომ დავინახოთ და აი ამ რეგიონს სწორედ უკავშირდება ძალიან ბევრი ლეგენდა, მითი არსებობს. ჩემთან ერთად არის კრისტინა, გამარჯობა. თუ იცი რაიმე ლეგენდა ან მითი აი ამ რეგიონის აი ამ კუთხის შესახებ? ერთ-ერთი საინტერესო ლეგენდა არის ლეგენდა დევების შესახებ, დევების ნაშენზე. მე პირველად ვარ სვანეთში, ეს ლეგენდა სწორედ ამ ტერიტორიას ეხება, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ხალხის თვალში შემორჩენილია ლეგენდა დევების ნაშენზე. ეს არის კლდე და როგორც ვიცი, ერთმანეთს საპირისპირო კუთხით შეეჯახათ და კლდე დაინგრა. მე ბედნიერი ვარ, რადგან პირველად ვარ სვანეთში და ეს მოგონებები ჩემს თვალწინ გაცოცხლდა. ჩვენ შევჩერდით ისევ ისტორიულ ლოკაციასთან, ლამარიას ტაძართან. ანი, შენ თუ იცი, ლამარია წარმართული ღმერთი რო იყო? კი, რა თქმა უნდა. სვანეთის ისტორიაში ლამარია იყო წარმართი ქალღმერთი და მისი კერპი სწორედ აქ იდგას, ანუ ქრისტიანობა შემოვიდოდა მე-4 საუკუნეში. ყოველი წლის დასაწყისში სვანები ყურებს აცხობდნენ პატივის მისაგებად. გარდა ამისა, როცა ქრისტიანობა შემოვიდა, მათ აქ ააშენეს ღვთისმშობლის ტაძარი, მაგრამ ლამარია იმდენად იყო დალექილი ეს ქალღმერთი მათ ცნობიერებაში, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ამ ტაძრისთვის სახელი ეწოდებინათ ლამარიას ღვთისმშობლის ტაძარი. და ამ ტაძარში წირველოსვა აღევლინება დღემდე. როდის ჩამოყალიბდა ეს მუზეუმი? ეს მუზეუმი ჩამოვაყალიბე 93 წლებში. კულტურა რო დახვედროდათ, იდეა იყო ასეთი, რომ უნდა შეგექმნა რაღაც. გვაქვს შკოლაში ხელოვნების მუზეუმი თუ იყავით თქვენ. და ვის სახელს უკავშირდება ეს მუზეუმი? ეს კერძო. ეს მამა პაპური ის არის დატოვებული. ორიგინალი შემორჩენილია, რამდენიმე ექსპონატია შემორჩენილი, ზოგი შევისყიდეთ, ზოგი გვაჩუქეს და ასე შემდეგ. როდესაც ავტობუსთან მივედი და დავინახე სხვადასხვა ასაკის ადამიანები, როგორც სკოლის მასწავლეები, ასევე სტუდენტები და რო წარმოვიდგინე, რომ 3 დღე ერთად უნდა გავგვეტარებია უცხო რეგიონში, ჯერ თავიდან ცოტა გავოგნდი, იმიტომ რომ არ მეგონა რომ კარგი გამოვიდა. თუმცა დღეს უკვე მე-3 დღეა, მოვიარეთ სამეგრელო, მოვიარეთ სვანეთი, მოვახერხეთ ამ 3 დღის განმავლობაში ის, რომ როგორც შემეცნებითი ტური გქონდა, ასევე გქონდა გართობაც. მოვახერხეთ ის, რომ გვენახა რამდენიმე ძალიან საინტერესო მუზეუმი სვანეთში, მოგვიარა მარტვილის
კანიონი და დღეს უკვე მესამე დღეს იმდენად კარგად შევაწყოთ ერთმანეთს, რომ აი აქ ამ ბუნებაში, ანუ ამ ლამაზ ადგილას ერთმანეთს უკვე ემოციებს უზიარებთ და თითქოს უკვე ძალიან ახლობელი ადამიანები გავხდით ერთმანეთისთვის. დღეს პირველად ვიყავი სვანურ კოშკში, ანუ თავში ავედი ძალიან და ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ბევრი ვერ ადიოდა და ანუ ისეთი მაგარი შეგრძნება დამეუფლა, რომ თან სიამოვნებდა ეს, თან არ ვიცი, ძალიან საინტერესო იყო და ნუ მოკლედ, ჩემს თანატოლებს, არა მარტო თანატოლებს ურჩევ ყველას, რომ აუცილებლად ნახონ ეს აჭარის რეგიონალური ცენტრის მიერ შემოთავაზებული აქტივობები და აუცილებლად ჩაერთონ ამაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაიცნობენ, რომელთაც საინტერესო მოგონებები დარჩებათ მათთან და ასე რომ ვთქვათ, საერთო ენას გამონახავენ. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე აქ და მიხარია რომ აქ ვარ, ასე რომ აუცილებლად ნახავ სხვა პროექტებსაც და აქტივობებსაც, რომ აუცილებლად ჩავერთო შემდეგში ამდეგვარ აქტივობებში. მადლობა. ბოლო გაჩერება ჯერგაგი დღეს აქ წმინდა გიორგის ტაძარი ფუნქციონირებს, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა. მანამდე ამ ტერიტორიაზე ჯერგაგის კერპი იყო, რომელიც წარმართული ღმერთი იყო და სიძლიერესთან ასოცირდებოდა. მასთან ძღვენის მისაგებად მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ მისვლა. ამით მთავრდება ჩვენი შემეცნებით ისტორიული ტური სამეგრელო ზემოსვანეთში. გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე ტრადიციულად შევხვდებით სხვა ლოკაციაზე.